გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. ხოშექა ქმრის კლასელების შეკრებაზე. ძალიან კაია. კი, აი, მრგვალი ბაღის მოპირდაპირე მხარეს, რომ აი, კი, ჩვენ სკოლასთან ვაკეში კი, სადაც ვსწავლობდით ჩვენ, მაგის მოპირდაპირე მხარეს რო კაფეა, მან დავართ და მოდი. კაი. ბავშვებო, დათუნა იყო ცოტა მაგვიანდებაო რა. აუ, თავარია მოვიდეს. ამახო ხევსური ცოლი მოიყვანა და იქედან სანამ ჩამოვლენ და მე ვაკეში სანამ შემოვლე ხო იცი. ხო, კაი, არა უშავს რა დავიკეთე. ჭამოდავლია ცოტა ყველაფერი კარგად. თავარია მოვიდნენ რა. თან ამბობენ რომ რაღაცა მთის ხალხი ძალიან ძიმე ხალხიაო და მაგრამ მაინტერესებს მაგის ცოლი როგორია. აუ, მეც მაინტერესებს. მოვლენ საწავლე. შენ არ დაიწყო რაღაცები? არა. როგორ აი ეს გავსინჯე წეხან ძალიან გემრიელია. გამარჯობა. მოვიდნენ. დათუნა. როგორ ახარ, რამდენი ხანია? როგორ გამარჯობა. როგორ ხარ? ნო. გამარჯობა. კარგად. გაიცანით ჩემი ცოლი ხოშექა. სასიამოვნო. ხოშეკ ჩემი მეგობრები, ჩემი კლასი ჩათვალე, აი რო გიყავი ხოლმე ჩემი ბავშვებისამბებს. მადლობა. ისე რა სწახი ხოლმე და თუ მოფერებით ხოშეს? მოფერებით დიდი ხანი აღარაფერი დამიძახია, იმიტომ რომ დამემუქრა ძვლებიდან ხორცებს აგათლია. როგორი ხوارა? აკაზე დემეტობებში არ გადახოვიდე, თორე ხო იცი რომ მაგა დამპალი ხორციდან მარტო ძვლებს კი არა, ხორცის ნაჭრებსაც ასე ხერა ამოგაცალი. ხო, კი. ძალიან გამიხარდა თქვენთან მოსვლა, თქვენი ნახვა, თქვენი გაცნობა, იმიტომ რომ დათუნას მეუბნებოდა რომ არაჩვეულებრივი სამეგობრო მყავს და ძალიან მიყვარს ყველაო და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი საყვარელი მეუღლის სამეგობრო გავიცარი. კი. მე არ გაგეცანი, მე ვარ ანა. ძალიან სასიამოვნო. დათუნას პირველი სიყვარული. ძალიან უყვარდი სკოლაში. არა, სერიოზული არაფერი ყოფილა ისე ბავშვი. არა? მარტო განა ისე გითხარი რაღაც, არა. ბავშვური სიყვარული რა სერიოზული არაფერი ხარ სისულელე ხა ბავშვობაში ანუ სხვა უყვარდა დათუნას, სხვა მიყვარდა ხო? პატარები რო ვიყავით. და არა, მაგის გამო ხარ სისულელე. აი ამ სიძვის დიაცისგან დავინახო პატარა მიხურა მოხურას და იცოდე რომ პაპაჩემის ალესილი ხანჯლით აი ესე აუკაფავ და მე ძაღლებს მიუგდებს საჯიჯგანად. დავლიოთ რა. არა, მინდა დავლიო. აუ, მე მაქვს ერთი იდეა. დავლიოთ. აი, ხა გადავიღოთ ის ტრენდი. რა ტრენდი? რა ტრენდი თავიდან რო ამბობ რომ მე ვარ ეს და დავლი ამდენ ჭიქა პირველი. ჩემი პირველი ჭიქა. მიდი და გადავიღოთ. მე ვარ თაკო და ეს არის ჩემი პირველი ჭიქა. მე ვარ ანა და ეს არის ჩემი პირველი ჭიქა. აუ, ხოშეკ მოდი რა შენც. არა, მე მიდი რომ აი გოგოი შეუერთდი რა ჭირს. მიდი. კარგი. მე ვარ ხოშეკ თუშურაული და ეს არის ჩემი პირველი ჭიქა. და ამ ჭიქით მინდა რომ ჩემ საქართველოს გაუმარჯოს. საქართველოს რომელმაც 1000 მტერს გაუძლო. ჭირვარამ გამოვლილია ჩემი საქართველო, მაგრამ მაინც ერთ მუშტად არის შეკრული მტერების ჯინაზე. საქართველოს გაუმარჯოს. გამარჯოს. მიხარ საქართველოს. საყვარელია. დათუნა მე ხარ, რატო არ ვიცოდი შენ მეუღლეს? ლისა, ხოშეკ. ეს არის ირაკლი, ჩემი მერხის ძმაკაცი და სულ ერთად გავიზარდეთ და ძალიან მინდა რომ გაიცნო. ბავშვობიდან. ხო, სხვათა შორის არ მომეწონა ირაკლი და მინდა რომ ზექალას წაბულო. წავუღოთ რა ნიშნავს? ანუ ჩემი ბიძაშვილი ახალგაზრდა გოგოა, პატარა ლამაზი გოგოა და მინდა რომ საჩუქრად შენი თავი მიუტანო. აუ, გოდიში, მაგრამ მგონია რომ სოფელში ვერ ვიცხოვრებ რა, იქ ისეთი ყოფაა რომ მე ქალაქში გაზრდილი ბიჭი ვარ და რავი, არა მგონია რომ სოფელში გავძლო რა. ვერ გაძლებს რა. მიმიფურთხებია ყველა იმ ვაშკაცისთვის ბიჭო, რომელიც სოფელში ვერ იცხოვრებს. ხო, გაუ. შენ წავიყვან ჩემს სოფელში. ყველაზე მაღალ მწვერვალზე დაგაყენებ და იქედან შენ და ჯიხვის თავს ერთად დაგაგორებთ. მერე პაპაჩემი თავისი ხანჯლით მუხალებს დაგისერავს. შენი სხეულის სისხლის და მთის სუნელი ერთმანეთში ისე აიზილება, რომ აი მერეც ვნახავ ერთი, როგორ იტყვი, რომ ვერ ვიცხოვრებ სოფელშიო. ხოშეკ. მომწონს ეს ბიჭი. კარგი უმარი აქვს ამ გოგოს. ხოშეკ. მომწონს მართლა იმონი. მე მინდა ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. აი როგორც მე შენ არ გიცნობდი, ხოშეკ, ეხა გაგიცანი, მაგრამ მე მინდა ჩვენი
ბავშვობის მოგონებები გავიხსენო და გაუმარჯოს ჩვენი ბავშვობის გაუმარჯოს ჩვენ მოგონებებსაც, რომელსაც ჩვენთან ერთად დავაგროვებ გაუმარჯოს. მიყვარხართ ყველას ძალიან. მოგონებებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს, მეც ძალიან მიყვარს, სხვათა შორის, აი, ძალიან ტკბილი და კარგი მოგონებები მაქვს რა და თუ არ მოგაწყენთ, მეც მოვყვები. კი, მიდი. გისმე. რომელს მოყვება? იმას ჯიხვებზე. არა, გთხოვე, არ მოყვე რა. მოყვები რა. კაი, მოკლედ ერთხელ მამა ჩემმა გადაწყვიტა, რომ მე და მამიკო წავსულიყავით ჯიხვებზე სანადიროთ. ხო, და ნუ ეს ხშირად დავდიოდით ხოლმე სხვადასხვა რაღაცებზე სანადიროთ, მაგრამ ნუ ეხა იმ მომენტში ჯიხვებზე წავედით და ნუ მოკლედ პირველი დღე ისე გავიდა რომ გაუმარჯოს მოგონებებს. არა, არ დამთავრებია, მოიცა ის ნომოყვა. ხო და მოკლედ პირველ დღეს ვერ ვნახეთ ჯიხვი და მეორე დღესაც ვერ ვნახეთ, მესამე დღესაც ვერ ვნახეთ და ნუ მეოთხე დღეა და უკვე წამოსვლას ვაპირებთ და გავიხედეთ და ჯოგი. ჯიხვთა ჯოგი. აუ რა მაგარია. თან ეს ჯიხვები ერთი კლდიდან მეორე კლდეზე ესე დახტუნავდნენ. აქეთ იქ დახტუნავდნენ და მე ამოვირჩიე მამრი ჯიხვი. მივუახლოვდი, ახლოს მივედი და ეს ჯიხვი ესე რომ ახტა და მეორე მხარეს რომ უნდა დამხტარიყო, რო წავავლე პირდაპირ ხელი და რო დავახეთკე მიწაზე, აეგ იყო რაც იყო, აეგ იყო ჩემი პირველი ნანადირევი, მაგრად ვამაყობ მაგით. გაუმარჯოს. და მეორე რომელია? მეორე ჩემი დათუნა. დათუნა, შენც ესე დაგახეთქა? არა, მე იმით არა. კარგია. აუ. ხოჭეკ, რა მაინტერესებს, იცი? აი ჩვენ დათუნაში რა მოგეწორა? ყველას გვაინტერესებს. ძალიან ხო. დათუნა ერთადერთი ბიჭი იყო სოფელში, რომელიც ჩემი ნათესავი არ იყო და აი ასე დაიწყო ჩვენი რომანტიული სიყვარულის ისტორია. რომანტიულია გაუმარჯოს. და მოდი მაშინ ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გაუმარჯოს სიყვარულს. გაუმარჯოს. გაუმარჯოს სიყვარულს გაუმარჯოს და მინდა რომ ზოგადად კაცებსაც გაუმარჯოს. ანუ აი აქ გავაერთიანებ რაღაცნაირად და ერთ ლექს წავიკითხავ, თუ არ მიწვეთ. როგორც მოგესურვება რა. კაცი? ოუ. მიყვარს კაცი. ღვინოც, ოღონდ არა ქარხნის. პურიც, ოღონდ არა ფურნის. შოთიც ოღონდ გატეხილი. ღვინო ჭურის, პური თონის, კაცი ბრგე და ატეხილი. მოდი აქ დათუნა ცოტა ეხლა რაღაცნაირად აი მე თვითონ შუაზე ეხლა ეს მეორე ნახევრებს გაუმარჯოს. ეხლა ატყდი. გაუმარჯოს ჩვენს მეორე ნახევრებს. გაუმარჯოს. ძალიან მიყვარს ჩემი მეორე ნახევარი, ძალიან საყვარელი. კარგი მარჯოთ. გაგვიმარჯოს. რაღაც მინდა რომ თქვა რა. რადგან დავმეგობრდით, ერთმანეთსაც მივეჩვიეთ, თან ჩვენი ხოშიკას არ ეჭვიანებს, რაღაც მინდა რომ მოვყვე. ანა. მოკლედ 8 მარტია და სკოლაში მივდივარ. კლასში რო შევედი, მოკლედ არც ერთ მერხზე არაფერი არ დევს რა. ანუ არც ერთ გოგოს არ აქვს საჩუქარი. საერთოდ რომ მივედი ჩემს მერხთან, უცებ რას ხედავ იცი? აი დიდი თაიგულია, ჩემო ხოშიკან ბუკეტი და რაღაც წერილი და უცებ ანუ გული ამიჩქარდა მე რა ხდება? ანუ მახსოვდა ცოტა მეტირება. ეს გავხსენი ეს წერილი იცი რა წერა? რაო. გუშინელი დღესავით მახსოვდა თქვა. ეს ანა სიცოცხლის ბოლომდე მეყარები. და ქვემოთ შენი დათუნა. რატო ღმერთო რატო? ესე არ იყო? მოიცა ბოლოს როგორ ეწერა წერილში? რატო რაო? ჩემი რომანტიზმი თვითონ. აუ, სიცოცხლის ბოლომდე მეყარები და ისე დავიჯერე. შენი ვინო? შენი დათუნა? შენი დათუნა. სიცოცხლის აი გოგო. სიცოცხლის დიაცო, მოდი აქ შემომხედე ახლა. ეხლა მე შენ გიწევ დროზე წაბრძანდები. ყიქა სასმისით გავსე და მე მოდი აქ ჩემთან. დაუჯერე, არ გააღიზიანო. მიდიანა. ქენი, აგერა. ანა აქეთ. აგერა. ხოშეკ რა გჭირს. ეხლა მომისმინე. ჩემმა წინაპრებმა, ჩემმა სისხლით წინაპრებმა მასწავლეს. მექმარს არავის წავართმევ. მეც ნურვინ შემეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრი, მკვდარსაც კი გაეცინება. გაიგე შენა? ბოლომდე დალიე ახლა. ბოლომდე დალიე. სამამდე ვითული ახლა გამესალეთ. სამამდე ვითული ახლა და მოდის ხარი თქვენსკენ. ხოშეკ. აბა წავიდა. თუშეთის ხარი. ერთი. აი მე. ანა. ხოშე. მოდია. საიჭირი, წადი რაღაცა. გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ის პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.